მოგესალმებით. ეს არის მილენიალი, მე კი ნუგრი შოშიაშვილი გახლავართ. უპირველეს ყოვლისა მინდა გთხოვოთ, რომ გააზიაროთ ვიდეო. თემას რაც შეეხება. თემა ეს შეეხება ქართულ ევროკავშირის ურთიერთობებს და იმას თუ რატომ მატყდა საქართველოზე ესეთი გაუგებრობა ევროკავშირში. ამ საკითხზე ჩვენი სტუმარი არის ანალიტიკოსი გია აბაშიძე. გამარჯობა გია. გამარჯობა. გიამ ძალიან კარგად იცის ზოგადად ევროკავშირის შიგნით პროცესები. გია არის ის ადამიანი, ვისგანაც ხშირად ვიღებ იმ ინფორმაციას, რა ინფორმაციებიც მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია ანალიზისთვის და ამიტომ მიხარია რომ ხოთ დღეს ჩვენთან ხარ და მადლობა მოწვევისთვის, პატივია. დავიწყოთ, მოდი პირდაპირ გადავიდეთ თემაზე. აი, სულ ახლახანს დაიწყო იმ რეზოლუციაზე მუშაობა და რაღაცა ჩემთვის ცოტა აი აბდაუბდა პროცესი იყო. თავი ბოლო ვერ გავიგე. მოდი გაგვარკვიე, მოკლედ რა მოხდა ამ პროცესში. მივესალმები შენს ძვირფას აუდიტორიას და საქმე იმაშია, რომ კარგად აღნიშნე, მე ვერ გავერკვიეო და თავად დასავლელი ანალიტიკოსები ერკვევიან, რომ რა ხდება ამ ევროკრატიაში, ლოგიკა სად არის? აი ლოგიკური ახსნა ხო ყველაფერს, რომ აი ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება, ასეთი განცხადება ყოფილიყო და საქართველოსთან მიმართებაში, და არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, ეს არის აბსურდების თეატრი და ნუ ამის ასე თქვა თავარი ხაზი, თავარი კანტი ესე თქვა არის ის რომ ებრძვიან სუვერენიტეტისა და თავისუფლების მოყვარე ქვეყნებს როგორც ევროკავშირის, ანუ ევრობლოკის შიგნით, ასევე ასოცირებულ ქვეყნებს, სადაც კი ხელი მიუწვდებათ აი ამ ევრობიუროკრატებს, ნუ ამეთი კორუფციით ცნობილ ევროპარლამენტარებს, ხო, კორუფციით ცნობილ იმ ხრივ, რომ ხა ჩვენ არაფერი არ მოგვიგონია პირიქით, ეს ყველაფერი ხდება ღიად, ტრანსპარენტულად, ამას გვაუწყებენ ხოლმე მეინსტრიმული მედია საშუალებები დასავლეთიდან, ევროპიდან და ასევე ანალიტიკური ცენტრები. ის რომ საქართველოს ევროპარლამენტმა თვალწდები ეს უკვე მე-7 სამარცხვინო რეზოლუცია იყო, 7 რეზოლუცია მიუძღვნეს საქართველოს. როდესაც ევროპაში ცეცხლი უკიდია ეკონომიკას, სოციალურ პრობლემებს, მიგრაციას, ვერაფრით ვერ შეთანხმდნენ აი ამ ეგრეთ წოდებულ მწვანე ეკონომიკაზე, რომელიც არის, ასე ვთქვათ, გამოგონილი თემა და ეს ცალკე, ასე ვთქვათ, განსახილველია მიგრაციის თემას, უკრაინაში ომის დაფინანსებას, მაშინ როდესაც ტრამპი განზე გადგა და აპირებს კი ბატონო მოკრიდით იარაღს, ოღონდ თქვენ გადაიხადეთ ფული და ამ ყველაფერში უნამუსოდ საქართველოს ამუნათებენ და ისედ აბსურდებამდე მივიდნენ, რომ შეუძლებელი ხვა ამის ახსნა, რომ ლოგიკურად რა არის. ანუ ჯერ გითხარი, რა წერია, აი რა პრეტენზიები აქვს ის გითხარი, იმიტომ რომ ხო იცი, სიმართლე ჭორი ერთმანეთთან არის აზელილი და ისე მოდის ჩვენამდე და შენ რომელიც ის ადამიანი რომელიც კითხულობ ამ ყველაფერს დედანში გითხარი რა ხდება ზოგადად აი რა უნდა ესე იგი რომ ვთქვათ რომ ესე იგი იმ 400 რაღაცა ევროპარლამენტარმა 705-დან მიიღო გადაწყვეტილება ისე რომ დარბაზში არ იმყოფებოდნენ. ცარიელი იყო დარბაზი და მაყურებელმა ნახა ეს. ანუ თავის ისეთი პირადი თანხმობა მისცეს და დარწმუნებულები იყავით რომ 95%-საც კი არ აქვს წაკითხული. უბრალოდ რასა იუკნევიჩიანემ აი ამ საბჭოთა მენტალიტეტის ქონა ევროპარლამენტარმა შემოიტანა ეს ნაცმოძრაობის message box-ი გადმოთარგმნილი ინგლისურ, ფრანგულ ენებზე და ჩაიწერა რომ სააკაშვილს აუცილებლად უნდა ერგოს გათავისუფლება და ევროპაში გავშობა სამკურნალოდ. ანუ მათთვის ისევ ხდება და ისევ ხმება. ხო, ნუ აბსურდებს ვამბობ. აბსურდები წერია, უბრალოდ ვიმეორებ იმას. მაგრამ აბსურდია. უნდა იცნოს საქართველოში ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, რამე თუ შემოდგომის 2024 წლის არჩევნები გაყალბდა, შესაბამისად ის პარლამენტი არის, მოქმედი პარლამენტი არალეგიტიმური და ეს პარლამენტი ხმოსნებთან ერთად ვერ აირჩევდა ლეგიტიმურ პრეზიდენტ ყაველაშვილს. ანუ სალომე ლეგიტიმური არა ხართ ესე პირდაპირ მესიჯი? ხო, არალეგიტიმური პარლამენტი და მთავრობა მართავს საქართველოს
რამდენიმე თვეა უკვე, ხო? თითქმის 1 წელი გადის მალე, ხო? რატომ არ წყვეტ დიპლომატიურ ურთიერთობას მაშინ თუ ლეგიტიმური არ არის? ხო, ლოგიკური შეკითხვები მოდის, მაგრამ პასუხი არ აქვს. იმიტომ, ხო გვახსოვს ის ცნობილი სალომე საპარლამენტო მდივნის, რატომ? იმიტომ. აი ესე მინდა. გარდა ამისა, იქ არის ისეთი ტყუილები და ისეთი სისულელეები, რომ პოლიტიკური დევნა არის, თურმე ბათუმელების ჟურნალის დამფუძნებელი ერთ-ერთი მზია ამაღლობელი დაიჭირეს იმის გამო, რომ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა და პოლიტიკური დევნილი, პოლიტიკური პატიმარია თუ ტყვეს ეძახიან თუ ასე შემდეგ. ასევე ის უკვე გასამართლებულები ზოგიერთი აქტივისტები, რომლებიც პოლიციელებს თავს დაესხნენ, სამხილები არის უამრავი, ხო? ისინიც მშვიდობიანი მომიტინგეები არიან რეპრესირებულნი. რეპრესირებულნი არიან ასევე ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის არმცნობი და თავხედურად კანონების დარღვევი მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, გირჩი ზურა ჯაფარიძე და ასე შემდეგ. ვინც არიან ესენი არიან ყველა პოლიტიკური პატიმრები. და ამ ყველაფერს ადარებენ ისინი ამ რუსულ რეჟიმს. ანუ ჩვეულებრივად, რაც მაყურებელს ესმის და კითხულობს ქართულ მედია სივრცეში, რაც მოდის რადიკალური ოპოზიციიდან, ეს ყველაფერი ამ ეგრეთ წოდებულ, იურიდიული დოკუმენტია, რეზოლუციაში წერია, მაგრამ იქ თავშიც კარგად არის, non-binding, არასავალდებულო რეზოლუცია. არასავალდებულო. ანუ პარლამენტი, ევროპარლამენტი ავალებს მის აღმასრულებელ სტრუქტურას, რომელიც არის ევროკომისია, თავრობა ევროკავშირის, რომ უნდა მიიღოთ ზომები. რომ აი ეს ესე ვთქვათ, ავტორიტარული რეჟიმის რეპრესიები უნდა შევაჩეროთ. და აქ უკვე კოგნიტური დისონანსია. სააკაშვილი უკვე აღარ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, თუ პრეზიდენტია. სალომე ზურაბიშვილი როგორ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი და აქ შემოდის დიდი მთავარი კითხვის ნიშანი. თვითონ მათთვის ევროპელებისთვის. რა ეუთო ოდირი, რომელიც არის მთავარი საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებელი. იმანო დაწერა, რომ გაიმართა თავისუფლად, ორგანიზებულად და შეესაბამებოდა სტანდარტებს, იყო ხარვეზები. რა იმის დასკვნა მიუღებელია, რამდენჯერ უნდა გამოვიდეს ეუთოს გენერალური მდივანი და თქვას, რომ არჩევნები ესე და ასე ჩატარდა, ხო? არა. ამავე დროს მოითხოვენ, რომ დაინიშნოს და ჩატარდეს, დანიშნული იქნება, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად, ადგილობრივი არჩევნები. აი კიდე კოგნიტური დისონანსი. თუ ყაველაშვილი არის არალეგიტიმური პრეზიდენტი, როგორ უნდა დანიშნოს არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა ადგილობრივი არჩევნები, ხო? აი, ხო, აბსურდებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს არის ევროპარლამენტის კიდე კაი ჩაწერეს ერთი პოზიტივი მაინც არის, არასავალდებულო რეზოლუცია. გია, აი ერთი კითხვა. სიშლეგეა სრული რა. აი ეს არასავალდებულო, ხომ არის აი რაღაცა პოლიტიკურ პროცესებში ფორმალობები არის რა, ვიღაცა შეიძლება თქვას პარლამენტში, ეს ყველა პარლამენტში, ყველა ქვეყნის პარლამენტში ესე არის, ვიღაცა არის ოდიაზური ადამიანი, რომელიც ნახევრად სიმართლეს აი ჟირინოვსკი როგორც იყო რუსეთი. ესეთი რეზოლუციების, ესეთი ფორმა ხომ არა აქვს. ანუ ჩვენ უფრო სერიოზულად ხო რა აღიქვავენ ამას, ვიდრე სიამდვილეში ზოგადად აი ამ სისტემაში უნდა იყოს აქმული. კარგი მინიშნება არის, კი ბატონო, გეთახმები, ასეთი რეზოლუციები საქართველოსზე, რაც ახლა ბოლო არჩევნების მერე და მანამდეც ხო, ბოლო წლებში მე-7 არის, თუმცა მანამდეც იყო სამარცხვინო, სადაც სააკაშვილი კვდებოდა, ხმებოდა, გადასაყვანი იყო ჰუმანიტარული მოსაზრების გამო, სადაც კეზერაშვილი არის მედია მენეჯერი და ასე შემდეგ და მისი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს ჭალებში, რა თქმა უნდა, ხო, კეზერაშვილის, რომელიც არის ქართული ჯარის ძარცველი და ევროპელი პენსიონერების ძარცველი კიდე კოლ-ცენტრების მეშვეობით. მაგრამ ამ რეზოლუციებს კი ბატონო აქვთ არასარეკომენდაციო სახე, მაგრამ მათ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს რადიკალური ოპოზიცია. აქვთ რამდენიმე ტელეარხი, რამდენიმე მედია საშუალება, ელექტრონული, საგაზეთო პრინციპში ხო ეხა ყველაფერი ელექტრონულია, ხო?
და აი ამით აწევენ ტემპერატურას, ქმნიან განწყობას გარემოს, ანუ კლასიკური პროპაგანდისტული, ცრუ პროპაგანდისტული მეთოდებით, რომ აი იქცევა ევროპარლამენტმა ესე თქვა, ცუდი შედარება წერეთელმა დაგვიბარა, ხო, დაახლოებით ეს არის. მაგრამ რო გადავხედოთ ხალხის განწყობებს, ხო? თბილისი, ბათუმი, სვანეთი, სამეგრელო, რომელი ერთი ჩამოთვალო, ხო, ქალაქი, დაბა, სოფელი, საერთოდ არ ადარდებს ხალხს. რა თქვა ევროპარლამენტარმა, რა თქვა ევროკომისარმა, ეს უკვე იქცა სასაცილო საქმედ, სასაცილო საკითხად. ისევე როგორც თქვათ, გერმანიის ელჩმა თქვა, იმან თქვა, რა იცვლება ამით ხალხის ცხოვრებაში, ხო? უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია საქართველოში. და ამაზე არავის არ აქვს ოპოზიციიდან, ასე ვთქვათ, ყურადღება მიქცეული. ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში გამოეკიდები მმართველ პარტიას, მთავრობას, რომ აი ამ კონკრეტულ პოლიტიკაში, მაგალითად, ირიგაციის თემა, სიტყვაზე ავიღე, ხო, და თუნდაც აქტუალური წამლების თემა. რატომღაც ეს წამლების თემა ვერ დაიწია, ხო, მიუხედავად იმისა, რომ ინტერვენცია იყო მოწინდელი პრემიერ ღარიბაშვილის მხრიდან, ისევ ხალხი წუწუნებს. ამაზე აი ერთო რაღაცა შეიძლება თვეში ან ორ თვეში ერთხელ რაღაც კომენტარი გააკეთონ და აი რასა იუკნევიჩიანემ რა თქვა და გერმანიის ელჩმა გააკეთეს ამაზე კომენტარს მეორე მხრივ, ხო? ოქრიაშვილს ხო აწობს რომ გააკეთოს ევროკავშირის რაღაც რეზოლუციაზე კომენტარი ვიდრე წამლებს. ხო, ნუ ეხა ოქრიაშვილი და სხვები არ არიან იმ კალიბრის რომ რაღაცა გქონდეთ მაგათ რაღაც ფინანსები აქვს. ხო, ფინანსები აქვს, მაგრამ აქ სიცარიელია პოლიტიკის ცოდნის თვალსაზრისით, მით უმეტეს საერთაშორისო საკითხების, ხო? ამიტომ ეს რეზოლუციები იქნება რომ შექმნან ჰაერის რხევა, გარკვეული აჟიოტაჟი, რომ რაღაც ხდება, მაგრამ არაფერიც არ ხდება. ხო, ხედავთ, რომ არაფერი არ ხდება, ხო? ხალხს ადარდებს სხვა კონკრეტული ყოფითი საკითხები, პრობლემები, გამოწვევები და ამაზე ოპოზიცია არ ლაპარაკობს ისევ, რატომ? იმიტომ რომ აქ ლეგიტიმაცია არ აქვს, ეძებენ იქ, უცხოეთში. მაგრამ აი ისიც დავამთავრო ხო იყო ოფიციალური მონაცემებით, რომ 800,000 ხმა რაღაცა მიიღეს, ხო? აი ამ ადამიანთა 1% მაინც არ იყო ბოლდღე ქუჩაში გამოსული აპროტესტებს არჩევნების შედეგებს, არ გააპროტესტებს, იმიტომ რომ ის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი არ არის მომხრე, რომ აქ იყოს დაპირისპირება მით უმეტეს პოლიციელზე და მით უმეტეს პარლამენტზე შტურმი, თავდასხმა და უბედურება და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს ერთგვარი ჩაკეტილი წრე არის, რომელიც უნდა გაარღვიოს. როგორც ხელისუფლებამ, გასაგებია აკეთებს, ხა, ვერავინ ვერ იტყვის, რომ არ აკეთებს, მაგრამ აი ეს რომ რა თქვა იმან რეზოლუცია, ახლა ხან 15 ივლისი იყო ეს საგარეო საქმეთა მინისტერიალი ევროკავშირის და ის რაღაცა არც არაფერი. უბრალოდ რა არის იცით, რომ აი აქაურ ანალიტიკოსებს, მეცნიერებს ძალიან დიდი ხარისხობრივი ასე თქვა წარმატებები აქვთ, ხო? როგორც იტყვიან wishful thinking, ხო? Желаемое задействительность. ანუ რაც უნდათ იმას გამოთქვამენ, რომ ასე არის. მე ბევრს ყველას ვერ მივაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ არიან იქ პროფესორები, ლექტორები, რომლებიც რა თქმა უნდა ეცნობიან არსებულ სიტუაციას, არ ვლაპარაკობ ვიცებზე და ეხლა კოლექტიურ ხაბეიშვილებზე და წითლიძეებზე, ეცნობიან, მაგრამ ხალხს ატყუებენ, იმიტომ რომ პარტიულად ანგაჟირებულები არიან, იმიტომ რომ ის რომ თქვათ მე ჩემმა კოლეგებმა ვიწინასწარ მეტყველეთ ჭყალებში, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდებოდნენ საქართველოს შემდგომ დასანქცირებაზე, ეს არ იყო ის, რომ სადღაც ჩავიხედე ყავის ჭიქაში, რაც ახასიათებს ჩვენს ეგრეთ წოდებულ ექსპერტებსა და სპიკერებს, მე უბრალოდ გარემოს ვეცნობი, მასალებს ვეცნობი, გამონათქვამებს ვეცნობი, სხვადასხვა დედაქალაქებში ვინ რას ამბობს და ვიღებ შესაბამის დასკვნას, ხო, როგორც ექვიმი რომ გაეცნობა სიმპტომებს, იძლევა შემდეგ დასკვნას პაციენტისთვის, ხო? ამიტომ აი ტოტალური გაუნათლებლობა კი არის საქართველოში, მაგრამ ამ ტოტალურ გაუნათლებლობას განათლებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული რევანშისტები უწყობენ ხელს. მწოდნე ადამიანები, ქალბატონები და ბატონები, რომლებიც არიან გაბრაზებულები, ნაწყანები და ქვაქვაზე არ დარჩენილა, ოღონდ
ძველი ნაცმოძრაობა დამიბრუნდეს თავისი პრივილეგიებით და ასე შემდეგ და ასე. კატასტროფა, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არის, ყველაფერი წინ მიდის და ჩვენ რატომღაც ჩემის ჩათვლით ყველაფერი გვინდა სწრაფად და ასე თქვათ ეფექტურად. ესეც გადაივლის და რომ მიხვდებიან, რომ რა ის ლეგიტიმური, რა ის არალეგიტიმური, ვინ ეკითხება, თქვათ, ლიეტუვის პარლამენტარს თუ ქვია ესტონელ ცახკნას იმ საგარეო მინისტრს ხვებს, აქ როგორი სიტუაცია იქნება და ეს ატომაც ლოგიკა აქვს, რომ რუსეთის ეშენია და უნდა რომ შენთან მიმართოს ვიდრე თავისთან. ეს ლოგიკა და თან მონამორჩილი უნდა იყო რა. NGO საქართველოს უნდა იყო და არა სუვერენული ქვეყანა საქართველოს. ეს ლოგიკა მე მესმის, მაგრამ მე არ მესმის აი მაგალითად პროცენტ ანუ ძირითად ევროპულ სახელმწიფოების ხო გასაგებია რომ აქ როგორი კონფლიქტის არ მოწამოიწყო კონფლიქტში გამარჯვებული კავკასიაში მოგწონს თუ არ მოგწონს სამხედრო ძალით ერთ-ერთი სახელმწიფო არის ესა რუსეთი რომელსაც ნუ სამწუხარო ეს რეალობა რომ არა გვაქვს იმის ძალა რომ ამას წინააღმდეგობა გაუწიოთ რუსეთის შემოსვლით ხო მათთვისაც იკარგება კავკასია რა თქმა უნდა და ლოგიკა რა არის აი ლოგიკა მაინტერესებს რატომ გვაწვევიან იმაზე რაზეც მე შეიძლება თვითონ დაკარგონ კავკასია რომ როგორმე გადავგრიხოთ ეს ურჩი ხელისუფლება რომელიც იცავს ეროვნულ ინტერესებს და ეს ეროვნული ინტერესები არის რუსული ინტერესები მათი გაგებით და როგორმე აი ყველაფერი ვცადო რომ გადავგრიხო და ასე ვთქვათ ელასტიური გავხადო და ისეთივე იყოს როგორც ნაციონალური მოძრაობა იყო 9 წლიანი მმართველობის დროს. გეოპოლიტიკას გეკითხები, რაში მაწყობს მე პირობითად ნაციონალური მოძრაობის 2008 წლის ომი ეხლა მე. აი რაში მაწყობს, როდესაც ვარ გერმანელი, პირობითად გერმანელი პოლიტიკოსი ვარ და ფიქრობ ევროპის გადარჩენა პირობითად რა. შეიძლება არ ვფიქრობ ევროპის გადარჩენაზე. ეს მრავალ საფეხურიანი პასუხი ამაზე, ერთია რომ ისინი ხედავენ რომ უკრაინაში რეალურად სამწუხაროდ, დიდად სამწუხაროდ რეალურად უკრაინა ვერ იმარჯვებს იქიდან გამომდინარე რომ არც სათანადო შეიარაღება მიაწოდეს თავის დროზე ხაზგასმით ვამბობ ბაიდენის დროსაც ხო თავის დროზე რა სად იყო ეს რაკეტები სად იყო ეს სამხედრო თვითმფრინავები რატო ეს ეტაპობრივად და რაღაცა სისულელეები ხო და წორთნა იყო და მარტო ისა მათ ისინი ხედავენ რომ უკრაინაში აქვთ რა წარუმატებლობა არის მუდმივი შიში რომ ეს ასე თქვათ სპილოვერი ანუ კონფლიქტის გადატანა რუსეთის მხრიდან მოხდება ბალტიაზე მოხდება მაგალითად პოლონეთში და ეს დაწერილია არაერთხელ საჯაროდ თუ არა წარმოვიდგინოთ საიდუმლოთაც რა ინფორმაციები აქვს თუნდაც ბალტიის დაზვერვას გერმანიის დაზვერვას რომ ეს არ იქნება კლასიკური ომი, როგორც მაგალითად რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ხო, 2022 თებერვალში და დაბომბებით და ეს იქნება კლასიკური ჰიბრიდული ომი. ბუნებრივია, ხა, პუტინს აქვს იმპერიული ამბიციები, არა მხოლოდ პუტინს, მართველ ელიტას და მათთან დაკავშირებულ ძალიან ბევრ ადამიანს. და ეს იქნება ჰიბრიდული ომი. რითი კონფლიქტის გაღვივა როგორ შეიძლება? ისევ იმ ასე ვთქვათ რუსულ ენოვანი მოსახლეობაში რაღაცა პროვოკაციის პრობლემის შექმნით. და ამას რუსეთი ძალიან ეფექტურად აკეთებს, ჯერჯერობით არ იყენებს ამ კარტს, აკეთებს მაგალითად აი ესეთი საბოტაჟური ვითომ ასე ვთქვათ უდანაშაულო ქმედებები, როგორც არის მაგალითად ბალტიის ზღვაში. რამდენჯერმე მოხდა რუსეთის კონტროლის ქვეშ თუ რუსული დროში ცურავმა თევსაჭერმა რამდენიმე ანუ მშვიდობიანმა ხომალდმა დააზიანა კაბელები თქვათ დანიასა და გერმანიას შორის ფინეთსა და თქვათ ესტონეთს შორის და ეს კაბელები არის როგორც საკომუნიკაციო ინტერნეტი და ასე შემდეგ და როდესაც ამაზე მიდის საუბარი მე შემდეგ უკვე ვერ ხდება ამის ზუსტი გამოძიება და ანუ რუსეთი კლასიკურად ტესტავს ამ ნატოს მეხუთე მუხლის მზადყოფნას და სიცოცხლის უნარიანობას. აი ამას თქვათ სამხედრო თვალსაზრისით და ინტერვენციული თვალსაზრისით თქვია სალამის ტაქტიკა. როდესაც აი მოვჭერი ერთი, მოვჭერი მეორე, მესამე ნაჭერი და ის სადამდე მივდივარ, რომ შეიძლება რომ
ბოლომდე მივიდა ჩემ ინტერესებში. ბუნებრივია ხა რუსეთი ბოლო საუკუნეები არ არის მშვიდობის ყოფილი და ნეიტრალური ვერ გახდება ამ ხელა ტერიტორია, ამ ხელა იმპერიული წარსულით, ხო? ამიტომ მას სურს რომ მის ახლო მოსაზღვრეთში იყოს მისი გავლენები და ამაზე მათი ლოგიკიდან გამომდინარე, ვინმე ეთანხმება თუ არა, ამას აქვს მათი ლოგიკიდან გამომდინარე პასუხი, რომ თქვენ ჩვენ დასავლეთო მოგვატყუეთ. თავის დროზე უფროსი მამა ბუში და ჰელმუტ კოლი დაკვირდნენ, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა და იმიტომ შევედი მე უკრაინაში, რომ ხარკოვიდან რუსეთის უახლოეს დიდ ქალაქამდე რაკეტის მოღწევა სჭირდება 8 წუთი. მე ამდენ ხანში შეიძლება ვერ დავქოქო ჩემი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა და ამიტომაც არის და იქ სულ ბლეფი არის ახლა ეს თავარი მოტივი ხა რა თქმა უნდა არის ისევე როგორც თქვა ფაშისტური განწყობები გერმანიაშიც არის და დასავლეთ ევროპაშიც რომ აი უკრაინაში დეფაშიზმის ესე თქვა დემონტაჟი და ასე შემდეგ არა ეს არის წმინდა წყლის გეოპოლიტიკურ სამხედრო ისა და რომ გავცეთ ახლა ცოტა შორს წავედით რომ გავცეთ პასუხი ამ შენს კითხვას ეს არის რომ იქნება როგორმე დავქანცოთ რუსეთი სხვაგან კონფლიქტების და არა ჩვენ ნატო ევროკავშირის სივრცეში და ამიტომ საქართველოს ნუ აი რა დაგეწყო რა რაღაცა რა შეგესეირნა ბჭყალებში ცინიკურად ხო გითხრეს შეისეირნეთ ცხინვალში ან ასე თქვა ცოხუმში ხო მაგრამ ნუ ხა ამ ბევრმა არც უნდა იცოდეს ასეთი რაღაცა და არც ევალება ეს არის ახლა ყავთ ერთ-ერთი მთავარსარდალი გერასიმოვის დოქტრინა, როდესაც ჩართული ხარ ერთ მთავარ სამხედრო მოქმედებაში და სადღაც აგიფეთქდა, აღარ გინდა იქ სამხედრო ძალების გადასხმა, შეგიძლია სარაკეტო დარტყმა მიაყენო. ანუ ის ყმადაღებული სამარცხვინო ანტიქართული განცხადება, რაც ლომჯარიებმა, კოლექტიურებმა ისურვეს, რომ სირცხვილს ბომბა არის ისკანდერი. რომელიც გამოფრინდება ჯავიდან, უახლოესი პერიოდი, სამაჩაბლოდან ჯავიდან გამოფრინდება და ისკანდერ შეუძლია 7 კილომეტრის ტერიტორიის განადგურება ბოლომდე. არის ისეთი დახვეწილი ისკანდერებიც, ხო? რომლის გამოც საქართველოს მუკა დაიხია აგვისტოს ომის დროს, როდესაც პირდაპირ, ასე თქვა, მუქარა იყო მოსკოვიდან, რომ ეხა წადით, ეხა გადით, თორე ორი ისკანდერს ჩამოაგდეთ თბილისის თავზე, всё, მორჩა გათავდა საქართველოს თავრობა აღარ იარსებებს. მაშინელზე ლაპარაკობ. ამიტომ ეს არის ცდელობა მაქსიმალური, რომ როგორმე დავამონოთ ძველ კალაპოტში დავაბრუნოთ ეს თავხედი ბჭყალებში ქართული ოცნების ხელისუფლება, ვასწავლოთ ჭკუა, რომ ქართულმა ხალხმა უნდა აირჩიოს პროევროპული და არა ეგრეთ წოდებული პრორუსული, ეგრეთ წოდებული ჩვენი გაგებით, უმრავლესობის გაგებით და მათი გაგებით პრორუსული და როცა გვინდა მაშინ ავანთებთ აქ ცეცხლს, კოცონს. მაგრამ იმ კოცონს რა მოყვება? და ისკანდერი მოყვება, გამოცურავს რაღაცა აფხაზეთის ტერიტორიული ოკუპირებული წყლები და რაღაცა რუსული ხომალდი დაარტყავს ფოთს, დაარტყავს ბათუმს, სადაც ტურისტული სეზონია. მაგალითად ვამბობ, ხო ეს სცენარებს, ხო? არის ეგეთ სცენარები. მე რა შვებით? ეს უბრალო ხალხი, რა შვებით? ნუ ისინი მიდიან და ისინი რა თქმა უნდა მიდიან ხო გაცხადებებს აკეთებს გაცხადებს და რაღაც ხო სალომე ზურაბიშვილს იმ მოპარული საპრეზიდენტო დროშით წაიყვანენ კიდე დადგამენ როგორც არის ტიხანოვსკაია მაგრამ ახლა ტიხანოვსკაიასაც ვერ გაკაჩავს მაგრამ ტიხანოვსკაია ბელარუსის სად არის არაფერი არ არის ხო არაფერი კი არის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ეს პრობლემა ეხება რაც ესე იგი ყველას გვაწუხებს მეტნაკლებად სხვა დოზით, მაგრამ ეს არის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი. რამდენად რეალურია ეს საფრთხე და თუ ეს რო ესე იგი გარკვეული შანტაჟის ბერკეტი არის, ეს გასაგებია. ეს დარჩება როგორც შანტაჟის ბერკეტი შენი აზრით თუ განხორციელდება ესეთი ზეწოლა? ძალიან კარგია რომ 15 ივლისის შეხვედრამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დაგვანახა აშკარად და ცხადად რომ ევრობლოკში არის სრული არაკონსენსუსური მიდგომა საქართველოსთან მიმართებაში და ეს ძალიან კარგია. ის რომ ნაცმოძრაობას და მათთან დაკავშირებულ პირებს
სურთ ხალხი დააჯერონ, რომ ევროკავშირში მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი ყავს მოკავშირეები და ნამდვილი მეგობრები, აღმოჩნდა, რომ პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, სხვა მოკავშირეებიც ყოლია. ოღონდ არა იმიტომ, რომ თქვათ უნგრეთისა და სლოვაკეთის მსგავსად საქართველოს ხალხის ინტერესების გვერდზე დგანან, უფრო ახლოს. არამედ მათ აქვთ პრაგმატული მოსაზრებები და 15 ივლისის განცხადებამ, შეკრებამ და შესაბამისად გადაწყვეტილების ვერ მიღებამ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე გვაჩვენა რა, რომ არიან ეს ეგრეთ წოდებული მეგობრები, ანუ ცალმხრივი რეჟიმის მეგობრები, ანუ ისინი არ მეგობრობენ, ჩვენ მაინც მეგობრობთ, ხო? ეს არის სამი ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, საფრანგეთი. რომელსაც სურთ, რომ გაუქმდეს უვიზო მიმოსვლა, ოღონდ დააკვირდებიან 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს. ანუ გესმით, რომ ისევ აქვთ იმედი, რომ რაღაცით კიდევ ეს არა ბოიკოტში მყოფი ლელო და გახარია რაღაცას მიაღწევენ და თუ ვერ მიაღწევენ და არც მეც მიაღწევენ, ამაზე ატყდება ისევ იგივე ტრიანი ფირფიტის დატრიალება, რომ გაყალბდა გაჟონა რაღაცა სისულელეები. არიან ქვეყნები, მაგალითად, ავსტრია, საბერძნეთი, სლოვენია თუ არ ვცდები, რომლებიც ამობენ, რომ კატეგორიულად მიუღებელია უბრალო ადამიანებზე ვიზების უვიზო მიმოსვლის შეჩერება. არიან ქვეყნები, რომლებიც და ხო, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრმა თქვა ძალიან კარგი რაღაცა. და ეს გამოდის ეს ინფორმაციები, რა თქმა უნდა, ოფიციალური წყაროებით და ხა იქ კიდე რა ითქვა, არ ვიცით, ანუ მინიშნება გააკეთა ოფიციალურმა ვენამ ასეთი, რომ ამ ნაბიჯით ჩვენ ხელს შეუწყოთ, რომ საქართველო კიდე უფრო დიდი ნაბიჯებით და სწრაფად წავიდეს რუსეთისკენ. ეს გვინდა, ჩვენ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზეზი, ეს არის ჩვენი გეოპოლიტიკური მიზეზი, ანუ გაქცა პასუხი ავსტრიის ტოპ დიპლომატმა. იქ იყვნენ სხვა ქვეყნები, სხვათა შორის იტალია, გერმანია, კიდე რამდენიმე პორტუგალია, ესპანეთი, არ მინდა შემეშალოს, რომელიც მახსოვს, ანუ რამდენიმე ქვეყანა იყო, რომელმაც თქვეს, რომ არა, ქართველი ხალხი არ იმსახურებს შენგენის ზონაში შემოუსვლელობას თავისუფლად, თუ რამე გვინდა ჩინოსნებისთვის დავაწესოთ, ანუ დავაფართოთ სია. ანუ არა მხოლოდ დეპუტატები და მინისტრები, ნუ იქ მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციის უფროსები და ასე შემდეგ. ამისათვის არ ვიცი გამოაგზავნა თუ არა კაია კალასი, რომელიც ქმარი რუსული ბიზნესებიდან ხეირობდა თუ ხეირობს დღემდე არ ვიცი, კაია კალასი, ტოპ დიპლომატი აგზავნის წერილს, ალბათ გზაშია თუ უკვე მიიღო თბილისმა, რომ ულტიმატუმები არის წამოყენებული. თუ თქვენ 31 აგვისტომდე არ გამოუშვებთ ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმრებს. ნუ ეგრეთ წოდებულებს მე ვამატებ, ხო, ან ჭყალებს ვამატებ. არ შეაჩერებთ რეპრესიებს სამოქალაქო აქტივისტების, ეგრეთ წოდებული სამოქალაქო აქტივისტების, ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი ჟურნალისტების მიმართ, არ გამოუშვებთ პოლიტპატიმრებს და არ გააუქმებთ რეპრესიულ კანონებს, რუსულს არ ეძახიან რეპრესიული, ანუ ეს რაც სუვერენიტეტს იცავს დეზინფორმაციისგან, უცხო გავლენებისგან, მაშინ ჩვენ დავიწყებთ ინტენსიურ რეჟიმში გადახედვას შემდგომი სანქციებისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ აი აქ, რაც თქვი ახლა მანამდე 15 ივლისის შეკრებიდან გამომდინარე, აქაც ვერ თანხმდებიან ეს სანქციები როგორი უნდა იყოს. გასაგებია, ხო, 27 ქვეყანა. პლუს კიდე 2-ია ლიხტენშტეინი და ნორვეგია, თუ არ ვცდები, რომელიც ესწრებიან და, ნუ, საკუთარ საკონსტიტუციო სტატუსები აქვთ. აი ეს 27 ქვეყანა, 2 გავწიოთ, ხო, სლოვაკეთი, უნგრეთი, რომელიც ბოლომდე ჩვენ ინტერესებს იცავ. იქ თქვი, საბერძნეთი, ავსტრია და სხვა, გერმანია და დიდი ქვეყნები, საფრანგეთის გარდა. ეხლა ამ 15 ივლისმა გვაჩვენა, რომ საკმაოდ დაყოფილები არიან 27 წევრი ქვეყანა, 2 სლოვაკეთი, უნგრეთი მუდმივად ჩვენი ინტერესების დამცველი, თუმცა სხვები იქ კი არიან ბევრი თქვათ ევროკრატიის მორჩილების ქვეშ სუვერენიტეტ დაკარგულები, მაგრამ მათ აქვთ თავისი ინტერესები და პრაგმატული ინტერესებიც, რომ ნუ დავსჯით უვიზო მიმოსვლის შეჩერებით ქართველ ხალხს, გავაფართოვოთ
სანქციები ქართველ ჩინოსნებზე. და ამიტომ ამ 31 აგვისტოს ეგრეთ წოდებული ულტიმატუმი რომ ამოიწურება, აი 1 სექტემბრიდან თუ შემდეგ სექტემბრის პირველ კვირაში თუ პირველ დეკადაში თვის, აი რაზე შეთანხმდებიან? თვითონაც არიციან. აი ცნობილი ჟურნალისტი რო არის რიკარდო იოზვიაკი, ბრიუსელის რადიო თავისუფლების ბიურო. არც დღემდე როგორ არის ტრამპმა ხო შეარჩერა და თუმცა რამდენიმე ევროკავშირის ქვეყანა აფინანსებს რადიო თავისუფლებას. ის ამბობს რომ ჯერჯერობით გაურკვეველია. ვერაფერზე შეთანხმდნენ. ის რო იტყვის, რომელიც არის მათი არაოფიციალური რუპორი, ანუ ყველაფერი ყოველთვის იცის კულუარულად, ხო? ბუნებრივია, ნუ ახლა ეს გაჟონვა ინფორმაციის წყალებში ყოველთვის დაგეგმილად ხდება. კი, აი ეს ხო არ არის მარტო კეთილინების გამოხატულება, აქ ხშირად არის ინტერესები. რა თქმა უნდა, უწინარესია, ყველას თავისი ინტერესია. საქართველოსგანაც ისინი ღებულობენ მთელ რიგ რაღაცა ბენეფიტებს. ესე არ არის, რომ მარტო აქ ერთი სამხრივად მიდიოდა იქ რაღაცა დახმარებები, წოდებული დახმარებები, ხო? იქ მთელი რიგი ახლა ჩინეთის პროექტები აზერბაიჯანული ნავთობზე იყო საუბარი, ხო და აზერბაიჯანულ გაზზე იყო საუბარი და ასე შემდეგ. ანუ საქართველოს აქვს თავისი როლი, ანუ უკვე შექმნილი როლი. ამ როლს შეიძლება ახლა იზრდება, შეიძლება ვიღაცა იმას შეუშალოს ამას, მაგრამ როლის დაკარგვა ხარ რთული, საქართველოსთვის როლის დაკარგვა. ესაც ხომ არ არის ეს გარკვეულწილად მიზეზი, რატომაც აი ბოლომდე წილს არ გვაჭერენ და ამიტომ არის ესეთი გაურებული დამოკიდებულება საქართველოსადმი. რასაკვირველია აქვთ, ასე ვთქვათ, ცაიტნოტში არიან, ერთი უნდათ რომ ვთქვათ, დაგვსაჯონ, დაგვიმორჩილონ, მეორე ფრონტი გახსნან ამ გლობალური ომის პარტიამ, რომელიც ჯერჯერობით Deep State-მა ვერ განადგურებულა ვერც ბოლომდე ამერიკაში და მით უმეტეს ევროპაში გაძლიერდა, მაგრამ მეორე მხრივ საკუთარ ინტერესებს ეკონომიკური, ხო? ამას სად გაექცევია? ჩინეთი ახსენე, ხო? ჩინური ტვირთები რუსეთიდან არ მიდის, მიდის სხვა გზებით, თქვათ, უდიდესი ნაწილი მიდის წყლით, ხო, ჩინეთიდან და თქვათ, იქ სუეცის არხი და ხმელთაშუა ზღვა. ეგ ერთი, მეორე უკვე სატესტო რეჟიმში დაიწყო სახმელეთო. ეს აღმოსავლეთ დასავლეთის დერეფანი, ხო? შემოდის ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, კასპია, აზერბაიჯანი, საქართველო, მე შემდის საქართველოდან. ნუ ჯერ ლიმიტირებულად, იმიტომ რომ, ხო თქვათ, არ გვაქვს ამ საპორტო მეურნეობა ბოლომდე გავრცელებული იმ თაღლითი ხაზარაძის ანაკლის პროექტის ჩაგდების გამო და წლები დაჭირდება. მაგრამ ეს ტვირთები ხო მიდის იმ ტრაილერებით, ხო, დიდი მანქანებით. მხოლოდ ჩინური მატარებელი არ არის სატვირთო მატარებელი, რომელიც თქვა სატესტო რეჟიმში მუშაობს, მაგრამ ეს უამრავი ტვირთებით, მაგრამ აი ევროპელებს შევხედოთ ახლა, რომ აი გაუგებრობაში რო არიან. ახლახან რუმინეთმა ოფიციალურად ბუქარესტმა სადაც გაუქმეს არჩევნები და ახლა ყავთ მარიონეტი, თქვა რომ საქართველოსთან გადავხედავთ სტრატეგიულ პარტნიორობას. რევიზიას მოვახდენთ. ანუ იმ ქვეყანასთან, საქართველოსთან, რომელმაც უნდა გაატაროს აზერბაიჯანული ელექტროენერგია, ელექტროკაბელით, ჩაუშვას ეს ელექტროკაბელი ზღვაში და შავი ზღვის ფსკერის გავლით უნდა მივიდეს რუმინეთში და რუმინეთიდან განიტოტოს აზერბაიჯანული ელექტროენერგია მთელს ასე ვთქვათ, უпроსწორად აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. და ჩემთან, ანუ საქართველოსთან შენ გინდა ურთიერთობის გადახედვა. ჩემზე ხარ დამოკიდებული, მე უნდა მოგაწოდო. ცოტა აი პრაგმატული ის, მაგრამ ნუ იქ ხვდებიან ახლა ვინც არის ვთქვათ ვასალი ევროკრატიის და იქაც არის ხა საღი აზრი რომ რანაირად, როგორ. ახლა გაზიც ახსენე, ხო? ხო არის ახლა ეგრეთ წოდებული დემოკრატი, მართველი სირიის ახლანდელი, ხო? ალ-შარა თუ ალ-ჯოლანი იყო იქ სამხედრო სახელი, რომელიც $10 მილიონ ითხოვდა ამერიკა. ხო არის დემოკრატი. ჩადიან საგარეო მინისტრები ევროპელები, ნუ თურქეთიც ხარს უჭერს, ახლა თურქეთი ხარს უჭერს, ახლახან იყო ჩასული ეს ალ-შარა ბაქოში. და შეთანხმდა სოკართან სირიის ამჟამინდელი მმართველობა, რომ მიიღებს გაზს თურქეთის გავლით.
ვინ გადაიხდის ამ გაზის ფულს უცნობია, მათ ფული არ აქვთ. თურქეთი გადაუხდის ევროკავშირში, მაგრამ გაზი სადენის სად გადის? აზერბაიჯანიდან მომავალი გაზი სად გადის? საქართველოს, თურქეთი, ხო? ერზურუმი. ინფრასტრუქტურა ასეთია. აქ კიდე სხვა მომენტი შემოდის, რომ ამბობენ ესე თქვათ, ნაცარქექი ეგრეთ წოდებული ექსპერტები, რომ საქართველოს იზოლაციაშია, რანაირად არის იზოლაციაში. გაზი უნდა მივაწოდოთ ჩვენ, მაგრამ აი, შესაძლებლობათა ფანჯარა გამოჩნდა. ამას წინათ EUTHOS რეზოლუციაში ქართული დელეგაციის დაჟინებული მოთხოვნით ჩაიწერა, თუმცა იქ ფულისტი ვილსონის სხვა რაღაცების გამო ხელი არ მოეწერა, მაგრამ ჩაიწერა EUTHOS რეზოლუციაში, რომ სირიამ უნდა გაიწვიოს ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს სეპარატისტული რეგიონების აღიარება. ახლა შენ თუ გინდა გაზი ტრანზიტით დაიღე რა ეხა ეს აღიარება რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ეხა კარგი ბერკეტი ანუ როგორც ქვია ისტორიაში შესაძლებლობათა ფანჯარა გაიხსნა რა თქმა უნდა წაიღებს უდიდესი ალბათობით იმიტომ რომ სასიცოცხლოდ უნდა მას ეს გაზი რა თქმა უნდა მას ამაზე როგორც აზერბაიჯანი ეტყვის ასევე თურქეთიც ეტყვის რომ ჩვენ მეგობრები ვართ აქ სტრატეგიული პარტნიორები ვართ სამხრეთ კავკასიაში და რაში გარგია ცხინვალი ან მით უმეტეს რუსეთთან აღარ აქვს ისეთი ურთიერთობა ეს ერთი მეორე აი ეს გასადენები თემას დაუბრუნეთ გასადენის ოპეკმა ანუ ექსპორტიური ქვეყნების უდიდესი ქვეყნების ორგანიზაცია თქვა რომ 2050 წლამდე ანუ შემდეგი 25 წელი ევროპისთვის გაზის მიწოდებაში დომინანტობას იღებს ყაზახური და აზერბაიჯანული გაზი. რუსეთის გვერდის ავლით. საიდან გადის? საქართველოს. ის ყმადაღებული, რა თქმა უნდა, კარგია ყველაფერი, ის ყმადაღებული თემა ზანგეზურის ტერეფანი ალტერნატივა საქართველოს ჩიხშია. ზანგეზური საერთოდ რუკას ჩახედონ ხოლმე ინფრასტრუქტურას გაატარებს რაღაც ტვირთებს, მაგრამ გასადენი გადის, ნავთობსადენი საქართველოს. ყაზახურსაც გაატარებს, თურქმენულსაც და აზერბაიჯანს სხვა ატარებს და ატარებს. თან იმის მიუხედავად რომ ზანგეზურს აქვს სტრატეგიული სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა. სატრანზიტო უნდა მიეცეს. ის იმ ხადა გამტარიანობა მაინც არ აქვს და ინფრასტრუქტურა რომც შეიქმნას მაინც ისეთი რთული რელიეფია რომ საქართველოს ალტერნატივად მაინც არ გამოდგება. 300 მილიარდამდე იყო თუ არ ვცდები ჩინური ექსპორტი შარშალ. აქედან საქართველოს ძალიან რომ მოინდომოს, ხო? 60%-ზე მეც ვერ გაატარებს ამ აღმოსა და ეხა მით უმეტეს ზანგეზური, ხო? და ჩინეთს ეს პირიქით არტერიების გავლება უნდა. მას თავარი არტერიები აქვს, რა თქმა უნდა, ეს არის საზღვაო, საოკეანო, ასე თქვა, ტვირთ გადაზიდვები, მათ შორის ენერგომატარებლების შესყიდვა და ასე შემდეგ, მაგრამ მას ჭირდება ხა რუსეთის ომიდან შემდეგ ეს აღმოსავლეთ დასავლეთის დერეფანი, თქვა ზანგეზურის გამოჩნდა, მაგრამ ერთი მეორეს ხელს არანაირად არ უშლის. ტვირთი იმდენია, რომ ვერ გაივლის აი ამ ვიწრო დერეფნებში. ვიწრო დერეფანს გულისხმობს საქართველოს და კიდე უფრო ვიწროს ზანგეზურს. ამიტომ ნუ ატყუებენ ხალხს რომ რაღაც საქართველოს ჩიხში ეხცევა და მორჩა ზანგეზურის დერეფნით საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი მოგტება. სისულელია, სიბრიყვეა, მეტი არაფერი. აი მე ესე უყურებ საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობას, რომ ორივე მხარე რაღაცას ელოდება საბოლოო ჯამში. ქართული მხარე ელოდება ის რომ პრინციპში შემდეგ საარჩევნო წრეს, როდესაც სხვა პოლიტიკური ძალები მოვლენ მასთან უფრო ახლოს და ტენდენცია ხა პრინციპში თუ ჩვენ ტენდენციით შევხედავთ, ტენდენციის ლოგიკით შევხედავთ, სწორედ ელოდება, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ მთელი რიგ ევროპის სახელმწიფოებში ძლიერდება ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მინიმუმ ტრულად არ არიან განწყობილი ქართულ ოცნებასთან და ქართულ სახელმწიფოსთან. გულისხმობ, სხვა სახელს უწოდებენ, პოპულისტებს უწოდებენ, მემარჯვენეებს უწოდებენ. ვინც არ უნდა იყოს, ესენი არ არიან ის ძალები, ხო? მეორე მხრივ ევროკავშირის ის ევროკრატია, ხო, უყურებს საქართველოში და ელოდება იმას, რომ ადგილობრივი რაღაც ძალები შემდეგ არჩევნებზე ან რაღაც არჩევნიდან არჩევნაზე რაღაც გადატრიალებას მოაწყობენ, ხო? და რატომღაც გატყდება ხელისუფლება და გადასცემს ძალაუფლებას, ხო? აი ეს მოლოდინის რეჟიმი საბოლოო ჯამში, აი რა ლოგიკამდე მივყავართ, რომ
რაღაცა ბოლო ხო უნდა ქონდეს ამას, ეს ხო არ არის დაუსრულებელი პროცესი. კვანძის გახსნა. ეს რაღაცა შემდეგ 4 წელი უნდა ველოდოთ, რომ ეგეთი სიტუაცია იქნება თუ უფრო რაღაცა სწრაფ ცვლილებებს ველოდები შენ მაინც. მე უფრო სწრაფ ცვლილებებს ველოდები და ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია იმ სწრაფ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე, გლობალურ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე, რაც ახლა მიმდინარეობს, როგორც ახლო აღმოსავლეთში, იმიტომ რომ იქ არანაირად არ ჩამქრალა ეს ცეცხლი ამერიკა, ისრაელსა და ირანს შორის და ველოდები ადრე თუ გვიან ამ უკრაინის საკითხის გადაწყვეტას და აქ ძალიან ესე თქვა რთული და ვერაგული ნაღმი ჩადო თავად ტრამპმა და რატო ვამბობ, იმიტომ რომ თქვათ ასე და ასეა, ჩემი მოგონილი არ არის, რომ სამი გეოპოლიტიკური გლობალური მოთამაშეა ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი, ევროპა არის როგორ ვქვათ, მისაბმელი ფოსტის ვაგონი არის ამერიკაზე, ხო? იმიტომ რომ ამერიკის სამხედრო პოტენციალზეა დამოკიდებული ნატოში და ასე შემდეგ. რატო ვახსენე ტრამპის ვერაგობა უკრაინასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ერთი რომ მან ის დაიმუქრა რომ 50 დღიან ულტიმატუმს აძლევს რომ მოსკოვი და კიევი მოლაპარაკება შეადგინონ სამშვიდობოს თუ არა და რუსეთის სავაჭრო პარტნიორებს დაუწესებს 100%-იან ტარიფებს, რომ პირველ რიგში ჩინეთს დავარტყაო. ამავე დროს ტრამპმა განაცხადა რომ ყველანაირ შეიარაღებას მივცემ უკრაინას, ოღონდ მე ამის ფულს არ გადავიხდი. თქვენ გადაიხდეთ ევროპასთან. მაგრამ იქიდან გამომდინარე როგორი ბიუროკრატია არის ევროპაში და ეს უკვე თვითონ აღიარეს, იქ Wall Street Journal-ი იქნება თუ სხვა მეინსტრიმული ამერიკა. შესყიდვების ახლა ტენდერი უნდა გამოცხადეს იმ პატრიოტის შეძენაზე. იმას სანამ გადაიხდიან, გადმოიხდიან 50 კი არა, კვირები გავა. რითი დაიცავენ, ასე ვთქვათ, უკრაინის ცას მანამდე, ან სხვა რაღაცეებით. ანუ აქ არის რომ რატო ვამბობ ვერაგულად პოლიტიკოსი არა ვარ, არც დიპლომატი ვარ მოქმედი და შემიძლია თავისუფლად ვილაპარაკო. ანუ აი ამ 50 დღეში ჩემი სუბიექტური ვარაუდით პუტინი უნდა ჩაეტიოს, რაც შეიძლება მეტი მიიტაცოს, რომ შემდეგ უკვე ეს ქედმაღლურად დაელაპარაკოს ზელენსკის, რომ რა ვქნა ახლა ესეთი რეალია და უნდა შეეგუო და აი ამ ნეიტრალიტეტი, დემილიტარიზაცია და ამ ტერიტორიების ჩემმა თუ არ აღიარებ, ყოველ შემთხვევაში ეს მე დამრჩება. აი უკრაინის თემა რო გადაწყდება, რა თქმა უნდა გადაწყდება, ხო, ყველა უმთავრდება და ეს უსასრულოდ ნამდვილად ვეღარ გაგრძელდება. შენ არ ელოდები 2-3-4 წელი კიდე ამ გაგრძელება? არ ველოდები, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად იცვლება. მით უმეტეს ეს მტაცებელი ბიზნესმენი პოლიტიკოსი ტრამპი არის ძალიან სულსწრაფი, ყველაფერი უნდა ახლა და სწრაფად და ეფექტურად, მით უმეტეს რაღა დარჩა ხო, 1 წელი გავა მარე მისი საპრეზიდენტო 3 წელი რჩება, ხო? მის საპრეზიდენტო ვადაში ის უნდა ჩაეტიოს როგორც აი ომების დამამთავრებელი, მშვიდობის დამამყარებელი, მყიფე, როგორც მინიმუმ თუ მაქსიმუმ და აი ამაში უნდა ჩაეტიოს. როდესაც ეს ომის თემა შეწყდება უკრაინაში და დაისადგურებს რაღაცა სახის მშვიდობა, ბუნებრივია უკვე აი ამ ეს გლობალური ომის პარტიის ინტერესი უკვე ისაც ინტერესი დაკმაყოფილებულია მატერიალურად სამხედრო სამრეწველო ინდუსტრიის, აი სად უნდა წავიდეს, ხო, იმიტომ რომ ახლა ხელახლა უნდათ ძალების მოკრება, რატომ ვამბობ და ვახსენე მოცლილები რო არიან ევროკრატიაში საქართველოზე რეზოლუციებით, სერიოზული პრობლემები და სოციალურ-ეკონომიკური ევროპულ კონტინენტზე, ხო? წლიდან წლამდე ან რამდენიმე წელიწადში ერთხელ იქ არის არჩევნები და იმ ხალხს, ხა აღმოსავლეთ ევროპელი იქნება თუ ცენტრალური ევროპელი ადარდებს საკუთარი ჯიბე, საკუთარი მაცივარი. სულ არ ადარდებს იმას, კავკასიაში რა ხდება, უკრაინაში რა ხდება. მე მინდა კარგი ცხოვრება და სამუშაო. აი უყურეთ ტრამპი მოვიდა, ნახეთ რამდენი სამუშაო ადგილების შექმნა, ნახეთ აი ეს ამერიკა first, ამერიკა უწინარესად, რატო არ შეიძლება რომ აი თქვათ
საფრანგეთი უწინარესად, ხო, როდის აქვს 26-ში აქვს არჩევნები საპრეზიდენტო, ხო? ნუ ხა ლეპენი კი ჩახსნეს და დევნიან პოლიტიკურად და ეს დემოკრატიული ეგრეთ წოდებული ის არის, რა ქვია, თამაშის წესი, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებში ამას იტყვიან და ამბობენ უკვე და ვერ გააჩერებ. აქ საკითხი არ არის იდეოლოგიაზე, აქ არის ყოფითი სოციალურ-ეკონომიკური, ანუ ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია და როდესაც აი თავარი ფაქტორები ვთქვი, უკრაინის საკითხი გადაწყდება ადრე თუ გვიან და ადრე თუ გვიან რაღაცას უნდა მიაღწიონ ასევე დროებით ისრაელმა და ირანმა, ნუ ისრაელის უკან რა თქმა უნდა ამერიკა დგას. თორემ აი ამ ცეცხლის წაკიდება არ ვიცით როგორ იქნება, მაგრამ ნუ გვავიწყდება მესამე თუ არა პირველი თუ არა მეორე ამ სამეულში ერთ-ერთი დრაკონი ჩინეთი, ხო? ჩინეთი რა თქმა უნდა. რომელიც კბილებს ილესავს, რომ ტაივანზე დაიბრუნოს თავისი სრული კონტროლი. ჩინეთი რუსეთის დასუსტება არის ზუსტად აი ამ ევროკრატების და deep state-ის ასე თქვათ მთავარი მიზანი ერთ-ერთი რომ არ იყოს პეკინისა და მოსკოვის ალიანსი. ამიტომ ჩინეთი სერიოზული კონკურენტია ეკონომიკურად, ის ძალიან წინ არის უკვე. გადაუსწრო, ნუ ევროპა ჩამოიცილა ამერიკასთან ესე დაიწონა სავითარი და ჩინეთის გავლენები ძალიან დიდი არის. ხო, შეიცვალა აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, ეკონომიკურად ჩუმად აკეთებს ყველაფერს, ხო? ეს სასარგებლო წიაღისეული ხო ტრამპს რო გაახსენა უკრაინაში არისო, ხო? ყველაფერი ჩინეთს აქვს წაღებული. ამ ელექტრომანქანების და მოწყობილობის წარმოებას ეს ჭირდება ის იშვიათი ლითონები. ყველაფერი უმეტესობა მისია აფრიკაში და უკვე ლათინურ ამერიკაშიც აქვს საცეცები უკვე. ყველაფერს ჩუმა წყნარად ხმაურისა და ასე თქვათ აჟიტირების გარეშე აკეთებს. მაგრამ სერიოზული გამოწვევა არის შემდგომ სერიაში ამ გეოპოლიტიკური გადანაწილების. აი ბოლოსკენ მივდივარ და აი მინდა რომ ესეთი ხო გონებრივი ექსპერიმენტი ჩავატარო. აი ნუ ადრე თუ გვიან მართალი ხარ უნდა მორჩეს ეს ომი უკრაინაში. აი იმ რეალობაში რომ პოსტ ომის შემდგომ რეალობაში საქართველოს პოზიციები ამ შემთხვევაში საქართველოს არჩევანი აი რამდენად იქნება მომხიბვლელი შენი აზრით ზოგადად ევროკავშირი. იმიტომ რომ ჩვენ თუ რამეს ხედავთ ყველაზე მოუქნელი მოთამაშე გეოპოლიტიკურად აღმოჩნდა ევროკავშირი. თუ ვინმე მისარგებლა ამ პროცესით არის ჩინეთი, ხო? რუსეთის მათ რეალურად საკუთარ ეკონომიკას ძალიან დიდი ბუსტი მიცა. ნუ აქვს რუსეთს თავისი საკუთარი პლუსები და საკუთარი მინუსებიც, ახლა აქვს ორივე, მაგრამ ის რომ რაღაც გამოცოცხლდა ქვეყანა ამ ომმა გამოაცოცხლა ამ სანქციების მიუხედავად, ეს ფაქტია. და ამ დროს საქართველოს ვართ ისევ მდგომარეობაში, სადაც რაღაც აბსურდული რაღაცა ეს არის ვილაპარაკეთ რაღაც რეზოლუციები არის, გაუგებარი ურთიერთობები არის და უნდა აი როგორ გონია მოიმატებს თუ არა მოკლედ მარტივად თუ თქვა ევროსკეპტიციზმი იმ დონეზე რომ შეიძლება ეს პოლიტიკური რაღაცა ეს უკვე მომატებულია. აშკარა არის, იმიტომ რომ ის ევროპული კვლევა, ევრობარომეტრი, ხო, რომ მათ აჩვენა რომ 59%-ია და დაწერეს ადო ნახევარზე ნაკლებია და ეხლა სადაც ევროკრატია შეუძლია манипуლირება სხვადასხვა პოლიტიკური თემები და სპეკულირება, ჩათვალეთ რომ ამ ევრობარომეტრის 59% ემონაცემები რომ ასეთ ჩამოვარდნილია საქართველოს მოსახლეობაში, გაცილებით კიდევ უფრო დაბალია და აი რაც უფრო მეტი ასეთი ბრიყული თვითდამაზიანებელი ბრიუსელისთვის რეზოლუციები იქნება, მით უფრო მატულობს საქართველოში ის განწყობა, რომ რა თმინდა მე ეგეთი ევროპა. აი ხა კიდე სხვა დგენელია იქ ის ვოუკიზმის, LGBT თემის გაფეტიშება ასე შემდეგ, ხო, LGBT პროპაგანდის და არა LGBT თემის. აი ამის გაფეტიშება იქ ტრანსპოლიტიკების, მაგრამ ეხა ევროპულ ქვეყანაშიც აღარ არის. თვითონ ბერლინმაც თქვა ამას წინათ. ბევრის და გასაკვირად ფრიდრიხ მერცმა კანცლერმა თქვა, რომ მეო პრაიდის თვეშიო არ აღმართავ ბუნდესტაგზეო იმ ცისარტყელის დროშას, იმიტომ რომ ეს პარლამენტია და არა კარვის ცირკიო. ეს თქვა მერცმა, ხო?
ძალიან გასაკვირია. ამიტომ ეს პოლიტიკები თვითონაც რო ხდებიან, რომ სისულელია, ხო, იდეოლოგიურზე ლაპარაკობ, და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აქვთ. მე ვფიქრობ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მათ ევროპელებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ ჩინური და ცენტრალურ-აზიურ აზერბაიჯანული ენერგია და ჩინური საქონელი. საიდან მოდის, ხო, კარგი, რუსეთს გაებუტე, ასაგებია, ხო, ესე უნდა წამოვიდეს. ნაწილზე ვიძახთ ყველაფერი ჩინური, აქ ვერ ფიზიკურად შეუძლებელი ვერ გაატარებს სამხრეთ კავკასია, ხო? ამიტომ ეხლა რაღაცი გადახედვას თუ ლაპარაკობს რუმინეთი სტრატეგიული ურთიერთობა, მიხვდება რომ სიბრიყვეში არის, ხო? და ამ ელექტროკაბელის თემაც კიდე სხვა არის და აქ ეს თქვით, ხო, რომ აი მომდევნო არჩევნების შემდეგ ევროპაში არა, აქ მე ვფიქრობ შემდეგ უკვე დადგება ძალიან მალე აი ეს face saving სახის შენარჩუნების მომენტი, რომ აი როგორ შეიძლება, ხო, აი რომ გაებუტებიან ერთმანეთს, ხო და აი რომ გინდა რომ მოთაფლო ვიღაცა და ვი რა ლამაზი რაღაცა გაგიკეთებია შენ აი პოლიტიკაში ზუსტად ესეა, როგორც იქ ცოტა დახვეწილად ხდება. ეს face saving მომენტი ამ ევროკრატებისთვის დადგება აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ მჭირდებით მას. და ის კი არ არის რაღაცა პოლიტიკური message box-ი, რასაც ქართული ოცნება და მისი მხარდამჭერები იმეორება, ეს არის რეალობა. ვის მოსწონს, ვის არ მოსწონს, არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ეს არის რეალობა. მერცმა ქნას. მადლობა პირველ რიგში. მადლობა. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო. მეც მართლა ბევრი პროცესი არ მესმის თვითონ ევროკავშირის შიგნით და ამიტომ გამიხარდა გიას მოსვლა. იმ ადამიანის, რომელმაც იცის შიგნით რა ხდება. დაწერეთ კომენტარები, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები, რა თქმა უნდა შეიძლება განსხვავებული მოსაზრება გქონდეთ, ან გქონდეთ რაღაცა მოსაზრება კომენტარის სახით დაწეროთ, აუცილებლად გიპასუხებთ, გქონდეთ დისკუსია ამ საკითხზე და ვიმსჯელოთ და გავმართოთ დისკუსია. მადლობა ყურადღებისთვის, მოვა შეხვედრამდე.